Dzień dobry, kochanie. კარი რომ გამოვიხურე ბოლოს ჩემი საკონტროლოს კარები რა, ჩემ შევს უთხრა ეს რაღაცა, რომ მინდა საქართველოს დავტოვო იმის გამო, რომ მინდა რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ვნახო რა არის. ის რაც ჩვენ დაბრკოლება გვაქვს ცხოვრებაში, მინდა რომ მარტო გავიაროთ ხო რა, არაბის გარეშე. დამოუკიდებელი ცხოვრება. ეს იყო ჩემი ყველაზე ესეთი დიდი მიზეზი, რატომაც დავტოვე საქართველო, ანუ მარტო დამოუკიდებლად ცხოვრება და განვითარება. პროფესიით საქართველოში ვიყავი მცხოვრებელი, მე საკონდიტრო შევისწავლე და ბოლოს კი 2 წელი რედისონში ვიმუშავე კახეთში წინანდალში და იქიდან პირდაპირ წამოვედი პოლონეთში. აქ სამწუხაროდ ვერ ვიშოვე. ძალიან ბევრი სამწუხარი გამოვიარე. აი დავიწყოთ ერთი ფოსტა -15 გრადუსში მოხდი. გარეთ 15 გრადუსი -15 იყო, შიგნით -15, 12 საათი გავქაჩე. დავიწყე მუშაობა ქარხანაში. ეს იყო მანქანის ნაწილების ქარხანა. საკმაოდ გამიჭირდა, იმიტომ რომ ერთი კვირა ღამე, ერთი კვირა დღე, აი საშინელება იყო რა. მე წამოვედით უკვე კრაკოვში გადმოვედით, მე და 2 უკრაინელი. ჩემი ნიშა, ასე რომ ვთქვათ, ვერ ვიპოვე. ძალიან მინდოდა ბლოგი, ძალიან მომწონდა ბლოგერების ცხოვრება ზოგადად, მაგრამ აი ნიშა ვერ ვიპოვე რა, ეს დასაწყისში ზოგადად არის. და მე გადავწყვიტე რომ უბრალოდ გადამეღო, რას ვაკეთებდი პოლონეთში, როგორ ცხოვრობდი. და რაღაცა პერიოდის მერე რომ დავიწყე, მე უკვე გადავწყვიტე რომ ხალხს ვანახო როგორია ერთი უბრალო ღარები ოჯახის შვილი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც როგორ ცხოვრობს პოლონეთში. და მენახებინა რა არის რეალური პოლონეთი და რეალური ცხოვრება. ჩემი რეალობა და ის რასაც მე ერთი იგივეა, ანუ არაფერი განსხვავებული. ადაპტაცია გამიჭირდა სხვათა შორის, გამიჭირდა თავიდან, მაგრამ ალბათ ეს ნორმალურიცაა რა. მაგრამ თუ გინდა რომ აი ერთადერთი რასაც მივხვდი, როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ, აუცილებელია რომ იქაური წესებით იცხოვრო რა. შენი წესები უნდა დაივიწყო. ეს ქართული რაღაცა იქნება რომ მოგაქვს, ხო საქართველოსდან და მე ქართველი ვარ და რაღაცეები, ეგ გვერდზე უნდა გადადო და იქაური ქუდი უნდა დაიფარო, სადაც მიდიხარ. და პირველ რიგში ენის სწავლა უნდა დაიწყო რა. კი, მეც გამიჭირდა, მაგრამ პრაქტიკა, ანუ მონდომებაა რა, თუ გინდა გააკეთებ, თუ არ გინდა არ გააკეთებ რა. მაგრამ კაი ქვეყანაა რა, მე მომწონს პირადად და ამიტომაც მოვინდომე და ვაკეთებ. ვერ ვიტყვი პოლონელებზე რაღაცა ცუდს, იმიტომ რომ რავი, აქ ცხოვრობ და ბევრმა ძალიან ბევრი დიდი პატივი მცა. აი იმ ქარხანაში მით უმეტეს რა, 1-2 ადამიანი იყო ლიდერი, ვისაც არ ვევასებოდი. მაგრამ ქარხანა რომ მოვდიოდი, ესე იგი, ისე დამემშვიდობდნენ ეს ტიპები რა. даже ერთმა ჩემი ძმის ნომერს მოგცემო და ურეკეო და დაგასაქმებსო რა, უეჭველიო, მე უკვე დარეკილი მაქვს. აი როგორ უნდა ვთქვა ეხა ცუდი. უბრალოდ ესენი არიან სხვა კულტურა, სხვა უფრო ცივები არიან და არ ანახებენ თავის სითბოს, მაგრამ ბოლოში იმდენად კაი სითბო დამანახეს, რომ აი ეს კარგი რომ აქვს ნანახი, იმ ცუდს ასე ვთქვათ წონის რა. კი, ამიტომ ვერ ვიტყვი რაფერს რა. იქ კარგიცაა და ცუდიცაა. ეს ყველგან არის რა. ყველა ქვეყანაში სადაც არ უნდა წახვიდე რა. ყველაზე დიდი სირთულე იყო და არის, ეს არის სამუშაოს მოძიება. მაგრამ ენა პირველ რიგშია რა, იმიტომ რომ ენა თუ არ იცი, აქეთ ახლა მე რო ჩამოვედი არც ინგლისური ვიცოდი და არც პოლონური, რუსულით ჩამოვედი და რუსულმა ძალიან დამეხმარა. მაგრამ ენა ძალიან აუცილებელია. სადაც არ უნდა წახვიდე, ენა ყველგან უნდა. ყოველთვის მომწონდა ბლოგერების ცხოვრება. უბრალოდ საქართველოში ვერ ვბედავდი ამ ყველაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სოციუმი ძალიან სხვანაირად გიყურებს, გაკომპლექსებსავ. ანუ ჩემი აზრია ეს პირადი, რომ გაკომპლექსებს და ვერ იხსნები რა, ანუ რაღაცა და ვერ გავიხსენე საქართველოში. ძალიან ბევრი კომპლექსით ჩამოვედი და შიშებით და პოლონეთი დამეხმარა. რა თქმა უნდა, ადამიანებიც. აქ უფრო მხარდაჭერა ვივზენი ადამიანებისგან. აი საქართველოში მაგალითად თუ ვინმეს ვეტყოდი, რომ აი ეს მინდა გავაკეთო, აი შენ არ გამოგივა ეს შენი არა, დაივიწყე. რაღაცა მსგავსი ისინი იყო რა, აი პესიმისტური გამონათქვამები და აზროვნება რა. და აქეთ პირიქით აი ოპტიმისტურად რაღაცა, აბა მიდი, აბა გააკეთე. და აი ეს დამეხმარა რა. თან ძალიან მინდოდა. ალბათ იცი რა არის რაღაც რაც ძალიან გინდა მე ბოლოს აკეთებ რა. და უბრალოდ ჩემი შიში დავძლიე, გავაკეთე. ხარდაჭერა მეტნაკლებად ჩემი ყველაზე ახლო მეგობრისგან და ჩემი ძმისგან იყო რა. ადამიანს რას ვეტყვი, ვინცაც უნდა ემიგრაციაში წასვლა,
კარგად დაწონოს პირველ რიგში რა უნდა და რისთვის მიდის. თუ აქვს შესაძლებლობა რომ საქართველოში დარჩეს და იქ განვითარდეს, ჯობია რომ დარჩეს. არის მაგის საშუალება საქართველოში, მაგრამ მე მაინც ურჩევ ზოგს, კი არა და ბევრს რომ უცხოეთი ნახოს. იმიტომ რომ უცხოეთში ბევრ რაღაცებს დაძლევს, კომპლექსებს, რაც საქართველოში ძალიან ბევრი გვაქვს. აი ძალიან ბევრი შეზღუდულობა და ეს კარგია, დაეხმარება ძალიან რომ გაიხსნას. მე რაც თავარია, სადაც მიდის იქაური, ანუ საქართველოში დატოვოს ის თავისი წესებით და ქართული აზროვნებას და გადმოინაცვლოს სხვა სადაც სწავლა იქაური იმაზე გადავიდეს. და რაც თავარია ენა ისწავლოს. ენა ყველაზე მთავარია, რადგანაც დიდ პატივს იმსახურებ. აი აქაც პოლონეთში ენა როცა იცი და აი ბოლომდე არ მისწავლია. უჟონში რო წავიდე, ანუ მერია ხო გვაქვს უჟონდი რა. რო წავიდე იქაური ვერ საუბრობ, ვერაფერს ვერ ვაგებინებ, ვერაფერს ვერ მაგებინებენ, მაგრამ რო ხედავენ რომ პატარაზე ვცდილობ რაღაცას, ანუ ავტომატურად მეხმარებიან რა. და ანუ ეს არის, ანუ თავარია შენზეა დამოკიდებული, როგორ მიუდგები ადამიანებს, რომ დაინახავენ რომ შეცდილობ, ისინი აი არ ვიცი, მე არ მქონია ის შემთხვევა რომ არ დამხმარებია ვინმე. ყოველთვის გეხმარება ვიღაცა, როცა ცდილობ. ანუ შეეცადონ იქაური წესებით დაიწყონ ცხოვრება და ენა ისწავლონ. აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში მიდიხარ. პატივისცემას იმსახურებ ყველგან, სადაც იქაური წესებით და ენას ისწავლენ. გამომიწერეთ საბას დღიური ქვია. Facebook-ზე კი არა და ყველგან, სადაც მოსადებია ყველგან. ყველგან მოვედე. ხო და ასევე გამოიწერეთ ქართული ნიუსი, ქართული ცნობები, რადგანაც ბევრი ინფორმაციას გაიგებთ, ვისაც პოლონეთში გინდათ, რა თქმა უნდა. ინფორმაციას არა, როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები, რას აკეთებენ. ხო, აი ეს ყველაზე კარგია რა. თქვენ აღწერთ თუ როგორ ცხოვრობენ და რას აკეთებენ. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ნორმალურად იგრძნო თავი რა. ამას თუ ნახავს ქართველი მაყურებელი, ძალიან კარგი იქნება. ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრით. არაფერს. დოვიძენია.